პირველი ჩვენი შეხვედრის დროს ახალი ცვლადია ივანიშვილის მხრიდან შემოგდებული, შეიძლება ითქვას, აი მაგალითად ჩვენი ბოლოს შეხვედრის შემდგომ ახალი ბრალი აქვს 8 ოპოზიციონერს, მათ შორის თქვენი კოალიციის ლიდერებს, ოღონდ ასეთი პირობით გამოგიშვებთ და როგორც ზურა ჯაფარიძემ ეს დაიკითხა, მე ქვეყნიდან წადით თუ არა და ისევ დაგიჭერთო, ასეა ეს აღქმული მთელი კოალიციის მხრიდან. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. შეიძლება იყოს ამაში ლოგიკა, რაც ზურამ თქვა, უბრალოდ დაწერა, წერილი გამოაგზავნა და თქვა ვეღარ ამბობს, ასე ვერ ვიგებ. ჩვენ ასე ვთქვათ ეს პოსტი ერთად ნახეთ და მივიღეთ ინფორმაცია თუ როგორ უყურებთ ამ საკითხს. მე ვერ ვიქნებოდი ბიძინა ივანიშვილის იმედზე, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ მასშტაბის რაღაცა ჰუმანურობას აპირებს რომ გამოიჩინოს. არ ვიქნებოდი და ვერ ვიქნებოდი, რა თქმა უნდა, უარეს შემთხვევაში თუ უკეთეს შემთხვევაში რომელი უარესია და რომელი უკეთესია ამაზეც საუბარი რთულია. ერთი რაც ზურასგან გავიგეთ და ისედაც ვიცოდით აქამდეც ჩემთვის და ჩვენი კოალიციისთვის ეს ახალი არ იყო, რომ არავინ წასვლას არ ვაპირებთ, მათ შორის ის ადამიანები, ვისაც გაუგონარი და მოგონილი ბრალდებით კიდევ დაუმძიმეს ის რითაც ზურას საჯაროდ ამბობდა თან 4 წლის წინ, ხო და თუ არ ვწდები 21 თუ 22 წელია ომის შემდგომი პერიოდი, უკვე უკრაინაში ახალდაწყებული იყო ომი და ის საჯაროდ ამბობდა იმას ათეულობით თუ ასეულობით ადამიანის წინ და ყველამ ვიცოდით და ვიცით ეს დამოკიდებულება და საქართველოს რო არ უნდა მოხდეს იზოლაციაში და ბიძინა ივანიშვილი და მისი ესე ვთქვათ ეს წარმომადგენლები რო უნდა მოხდეს სანქციების ქვეშ და იზოლაციაში ამაში რა არის ახალი? კი, დამნაშავე უნდა იყოს იზოლაციაში. დამნაშავე უნდა იყოს სანქცირებული. ადამიანები, ვინც აწამებდა სხვა ადამიანებს, არაადამიანურად ემყრობოდა. ადამიანებს პრობლემაც უღალატეს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს. დაიკავეს ტერორისტების მხარე, რუსეთის და ირანის. ამას მთელი მსოფლიო საუბრობს, ხო? ლოგიკურია, რომ ეს მოსაზრება და პოზიცია იქნება ადამიანს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ბრალები დამძიმდა თუ უბრალოდ კი არ დამძიმდა, ახალი ბრალები მოიგონეს. ფაქტურად ქართულ ოცნებას აღებული აქვს ესე სისხლის სამართლის კოდექსი და შეუძლია ყველა მუხლით მოგედაოს. ანუ ამისგან ვერც დაზღვეული ვიქნებოთ და ვერც გამოვრიცხავთ. როგორ უბრალოდ ვერ გამოვრიცხავთ, იქიდან გამომდინარე, რომ ქართულ ოცნებას გადაწყვეტილი აქვს ეროვნული ოპოზიციური ძალების განადგურება. ასევე მასთან მოთანამშრომლე ძალის განადგურებას. ფაქტურად ელექტორალურად 4 ოქტომბერს განადგურდა ეს ძალა, გახარიას პარტიაზე ვსაუბრობ, მაგრამ ფიზიკურად პარტიის არსებობის განადგურებაც უნდა, ხო? ამას ვხედავთ, იმიტომ რომ ის ბრალი რაც წარუდგინეს. კი, ეს არის პოლიტიკური ბრალი. აქვეა მიუხედავად ჩვენი ბევრი განსხვავებების და მიუხედავად იმისა, რომ გავრილოვის ღამის შემდეგ გავხდი მე პირადად თენგო თევზაძე ჩართული აქტიური პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ის გავრილოვის ღამე იყო დანაშაული. ეს არის 2x2 4, ის იყო დანაშაული ასევე ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და სამოქალაქო საზოგადოებისთვის და ამ ქვეყნის აქტიური მოქალაქეების. ეს იყო ღია პირველი ნიშანი, თუ ვინმეს ეჭვეპარებოდა ქართული ოცნების არა დასავლურობაში, არაპროგრესირებად, ასე ვთქვათ, მართულ ძალაში, გავრილოვის ღამეს გამოჩნდა მათი რეალური ზრახვევი. და ეს იყო სტარტი ბევრი აქტიური მოქალაქისთვის, ხო? და ის რაც მოხდა, ის მასშტაბით დარბევს, რა თქმა უნდა, არის დანაშაული. ასევე ჩორჩანასთან დაკავშირებით, ალბათ გაქვთ, ხო, თქვენ ეთერში ბევრი ბრიფინგი ჩატარებულა ჩორჩანას საგუშაგოს დარწმუნებულ მოლაპარაკებები და ასე შემდეგ. და ახლა 4-5 წლის შემდეგ გაიგეს, რომ ის თურმე იქ პრობლემა იყო და ან გახარიამ დავით კაცარავა ყავდა ჩვენს უბრალოდ და მან თქვა რომ ჩვენც კი ვიცოდით ინფორმაციის დონეზე და როგორ არის ცოდა პრემიერმა ხო ნუ ეს ახლა მართლა ამიტომ ორივე არის პოლიტიკური ნაწილი ჩორჩანასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა ეს რუსეთის ინტერესიც არის მარტო იმიტომ არის პოლიტიკური ნაწილი რომ 6 წელი დუმდა ამაზე ოცნება და ამის შემდგომ დააწინაურა გახსოვთ 20 ივნისის შემდგომ გახარია მე არ ვიცი გახსოვთ თუ არა ეს არის ირაკ კობახიძის და ბიძინა ივანიშვილის პირადი შურიძიება ამავდროულად რა თქმა უნდა ამიტომ არის პოლიტიკური მე არ ვიცი გახსოვთ თუ არა ესეთი რაღაც გამახსენდა დღეს ბრიფინგის შემდეგ რომ კობახიძე რო ამბობს რომ ბუზი ბზუისო მაგრამ ყველა ტყუისო გახარიასთან აი ეს არის კობახიძე და ქართული ოცნების ამომრჩეველი ვინც ყავს და ყავს მათ ამომრჩეველი აი მათ მინდა უთხრა აი ესეც ადამიანებს რომელსაც შეუძლია მეორე დღეს მაგრამ ეს იყო პირდაპირ შურიძება ვიცით რომ მაშინ დატუქსეს გადააყენეს ვერ შეიშნოვა მაშინ ესე ჩაითვალა რომ პარლამენტის თავმჯდომარე იყო და საკუთარ სკამში შეიძლება ძალიანაც უნდა რომ ჩამჯდარი იყო ის გავრილოვი ხო ის კომუნისტი მაგრამ მამის გამო დატუქსეს
ჩამოაშორეს გახსოვთ ხო პოლიტპარტიულ უმაღლეს თანამდებობებს გადააყენეს პარლამენტის თავმჯდომარეობიდან და გახარია დააწინაურეს პრემიერ-მინისტრს. ანუ ის სპეცოპერაცია, რასაც გავრილოვის ღამე ქვია და გავრილოვის სკამში პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩასმა ქვია, ის სპეცოპერაცია წარმატებულად ჩაითვალა. და შემდეგ ეხლა აღმოჩნდა რომ კობახიძე როცა დაწინაურდა ივანიშვილის კარზე, ნიშნავს იმას რომ ის შურიზიებას აბერეს. მაგათი ერთმანეთში გარჩევები ქართულ ხალხს არ აინტერესებს. ქართულ ხალხს აინტერესებს ერთი რამ, უნდა გაგრძელდეს და როგორ უნდა გაგრძელდეს წინააღმდეგობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენ ვაფრთხილებით, თქვენ აი 2 კვირის თუ 3 კვირის წინ ვიყავით თქვენთან ეთერში აქვიჯეკი ზუსტად და ვამბობდი რომ მიუხედავად არჩევნებში შესვლისა, მიუხედავად პარლამენტში შესვლისა 99 დეპუტატი ეყოლება თუ 100 დეპუტატი ქართულ ოცნებას, მიუხედავად ამისა ქართული და სხვათა შორის საკონსტიტუციო სარჩელზე, კონსტიტუციურ სარჩელზე რო თქვა პაპუაშვილმა რომ ისო პარლამენტში შევიდა და ვერ აგზავნა, თქვენ უნდა გენახათ როგორ შეიცვალა და დაწვრილებლად ნახავდით გახარიას პარტიის წევრების რიტორიკა, რომ აი ხა პროცედურულ ბრძოლაში შევიდნენ ქართულ ოცნებას. არა მეგობრებო. როდესაც აქ არ არის სამართლებრივი და კონსტიტუციური ასე ვთქვათ ბრძოლა. ეს არის ბრძოლა რეჟიმთან და რეჟიმი სამართლებრივ ჭიდილში არ შემოდის ხოლმე ისეთ პარტიებთან, თან რომელსაც არ აქვს მაღალი პარლამენტში შესვლა დაუფასა იმ ნაწილში, რომ არ აკრძალავს გახარიას, მაგრამ დამერწმუნეთ მაგრამ მოუბრუნდა აგერ გახარიას პარტიას რომ მიიღო აი 10% ადგილობრივი თმართლობის არჩევნებზე 7%, 5%, თბილისში 4% მაინც აკრძალავს. უბრალოდ ეხა პროცენტ ნახევარი 2% პარტიის აკრძალვის აზრს ვერ ხედავ. ხო? თან ეს ელექტორალურად დაშვებულია, ელექტორალურად დათვლილია. აქედან გამომდინარე, ამ სახით აკრძალავს ამ პარტიას მისი ლიდერის წინააღმდეგ არის საქმე აღძრული და ლიდერი დაზიანებულია, იმიტომ რომ საქართველოში არ იმყოფება და პროპაგანდა, მათ შორის ქართული ოცნების პროპაგანდა ამას აქტიურად აპელირებს და ხაზს უსვამს. მაგრამ კიდევ ერთხელ ამას დავანებოთ. აქეთ ხარეს არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი არის ერთი რამ, რომ ჩვენ შევძლოთ წინააღმდეგობის ფორმატის ფრონტის შექმნა სიტყვებთან ვარ ძალიან ფრთხილად. ეს უნდა იყოს აუცილებლად, ეს უნდა იყოს ფართო საზოგადოებრივი და წინასწარმეტყველიც ამბობდა რომ ეს არ უნდა იყოს მარტო პოლიტიკური პარტიების, მათ შორის არ უნდა იყოს მხოლოდ პოლიტიკური პარტიების. ანუ ამაზე თანხმდით, იცით რა გისმენთ ცალ-ცალკე, ანუ თქო და ბოდიში აზრი გაგაწყვეტნეთ, გააგრძელეთ აუცილებლად, მაგრამ ყველა თანხმდებით ამაზე. ჩვენ ამაზე ვთანხმდებით კოალიციის სამივე პარტია და სხვა პარტიებიც ამაში დათანხმდებიან, დარწმუნებულან, იმიტომ რომ ახლა ამის ხარით მეტი ამ ფორმატზე როგორ წარმოგიდგენია. ჩვენ ხო მოგიყვებით. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ხშირად ამ ბოლო დროს ისევ დაბრუნდა დღის წესრიგში, შემდეგი მოსაზრება რომ პოლიტიკოსები არ გვინდა. სამწუხაროდ ნოემბერ-დეკემბერში პოლიტიკოსები არ გვინდა ამ პროცესმა დააზიანა მთლიანად წინააღმდეგობის მოძრაობა, იმიტომ რომ ფაქტობრივად ლიდერი ვერ გამოიკვეთა და არც ახლა როცა ამბობს საზოგადოების პროტესტის ძირითადი ნაწილი რომ არ გვინდა და ჩვენ ვიცით როგორ უნდა ხო ეს ძალიან რთულია, ვინც პოლიტიკაში არის ჩართული, იცის რომ იმაზე აიღოს პასუხისმგებლობა, რასაც თვითონ არ მართავს, ხო? თან ნოემბერ-დეკემბერი არ იყო მარტივი პერიოდი, ხო, ჩვენს ოფისს სამჯერ დაესხნენ თავს და ათეულობით ადამიანი დააკავეს სისხლის სამართლის დანაშაულის მოგონილი ბრალდებებით ყველა შემთხვევაში ყველა. აქ საუბარი რა არის? ჩვენი ხედვა როგორ არის? ჩვენი ხედვა არის შემდეგი, რომ მნიშვნელოვანია ფართო საზოგადოებრივი ერთობა, რომელიც შემადგენლობაში და შემადგენელი იქნება პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჯგუფები. მინდა გითხრათ, რომ პარტიები თუ ვინმეს არ უნდა, ახლა არის მათთვის შანსი მაშინ და შესაძლებლობა პოლიტიკური არის შანსი და შესაძლებლობა რომ უფრო მეტი აქტიურად წარმოაჩინოს პოლიტიკოსისთვის ლიდერობით ხო რა თქმა უნდა არ გულისხმობს აპრიორი ლიდერი რო გახდეს პროცესის აი ლიდერი დაიბა არ მჯერა ბევრი ლიდერი დაიბადა ამ ერთი წლის განმავლობაში რომელსაც თქვენ სტუმრად მოყავთ ასე კითხებით ეს უკვე ლიდერობას ნიშნავს ეს უკვე პასუხისმგებლობას ნიშნავს ეხლა თუ სადმე რომელიმე ტყის პირას აკვანს ვეძებთ ეს არ მოხდება არც არის საჭირო პირდაპირ ვამბობ ამას იმიტომ რომ იმდენად მრავალფეროვანია უკვე ქართული საზოგადოება და მათ შორის ოპოზიცია არ არის საჭირო რაღაც ერთი კოლგის ქვეშ იყოს ყველა გაერთიანებული აი ორი წუთი მინდა რომ შევკრო რავს გულისხმობ. პირველ რიგში არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ის ექსპერტის კომპეტენცია ვისაც აქვს რა თქმა უნდა. ის პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიის ლიდერები ვინც გარეთ დარჩა და ვისაც გამბედაობა აქვს რომ პოლიტიკოსი დაიქვას, იმიტომ რომ არ არის მარტივი ამ პროცესში და ბევრიც ერიდება. ან ის აქტივისტები რომელიც მტკიცედ და მხნედ არიან პროტესტში. ეს ყველა უნდა გაერთიანდეს სტრატეგიული მიზნით, რომ ჩვენ მოვიპოვოთ სამართლიანი არჩევნები და პოლიტპატიმრების განთავისუფლება. ეს ორი მოთხოვნა ხო არის ნამდვილად ის ორი მოთხოვნა, რაც გვაერთიანებს ყველას. მიუხედავად იმისა, შეიძლება მე ვიღაცას არ მოვწონდე, ხო? აქ ჩემ წინა თქვენი სტუმარი იყო
მე და ბატონ გიორგი ძალიან ახლოს მეგობრობთ აკადემიური წრეებიდან ერთად ვასწავლეთ ერთ და იმავე უნივერსიტეტებში, მაგრამ ჩვენ პოლიტიკურად ვართ წინააღმდეგობაში განსხვავებული პოზიციები, კრიტიკა, ზღვარ მისული შეიძლება შეურაცხყოფამდეც იყო პარტიებს შორის, ხო? მაგრამ ყველა ნაწილში აქ მნიშვნელოვანი არის სტრატეგიული თანამშრომლობა. ჩვენ ამას ნელ-ნელა ასე ვთქვათ, ვცდილობთ და ეს გამოვლინდა ბევრ მრავალრიცხოვან პროტესტში, რომელიც საზოგადოების აქტიურ წევრებთან ერთად, პოლიტპატიმრების ოჯახებთან ერთად გავაკეთეთ. ამის გაგრძელებას ვაპირებთ, ვინაიდან კიდევ ერთხელ ექსპერტის კომპეტენციით, პოლიტიკოსი მისი გამბედაობით, სამოქალაქო ჯგუფები მხნეობით და სიმტკიცით უნდა გაერთიანდეს იმის ირგვლივ, რაც ჩვენ გვაერთიანებს. მინიმუმ ეს არის ორი მოთხოვნა. ახალი საპარლამენტო არჩევნები, ოღონ არა ივანიშვილის არჩევნები, რომელიც არა ივანიშვილის არჩევნები ჩატარებული არჩევნები, რომელსაც პოლიტიკური პარტიები თუ აკრძალული იქნა, ლიდერები ციხეში იყვნენ, ზოგი ვერ ჩამოდის საქართველოში, ზოგი ვერ მიდის საქართველოდან, ვიცით ხო? ასეთ პირობებში ჩატარებულ არჩევნებში შესვლას აქვს აზრი? არა, ესეთ პირობებში ჩატარებული არჩევნები ვერ იქნება ხალხო. გამორიცხული არჩევნები ვერ იქნება ლეგიტიმური და ჩვენ ვიცით რომ ქართულ ოცნებას რა აწუხებს. ქართულ ოცნებას აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა და არა სხვა რამის. სხვათა შორის მომისმენია რომ რაღაც კონსტიტუციაში ცვლილება უნდა ასე არა, თავარი პრობლემა არის ლეგიტიმაციის. ნახეთ ხო რიტორიკა როგორ შეცვალეს ბოლო 2 დღის განმავლობაში. რატომ აკეთებთ აქცენტს საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომ შეიძლება პოლიტიკური სპექტრი კვლავ გაიყოს ასეთი არჩევნების ჩატარების პირობებში, რომ საკონსტიტუციო ცვლილების შიშის რისკის მომლოდინეთა ნაწილი პოლიტიკური პარტიების შეყვეს ივანიშვილს ისეთ არჩევნებში, რომელიც არჩევნები არ იქნება. აკრძალული პარტიების რაც ვერ შეყვება და პოლიტპატიმრების მყოფი ლიდერები ვინც ის ვერ შეყვება ბუნებრივად, ხო ამას მართვა ჭირდება, მენეჯმენტი ჭირდება. ანუ ამაზე თანხმობა არ გაქვთ რისკი ამაში გაყოფის. არ ვიცი მე ამაზე თანხმობა საჭიროება საზოგადოებაში ეს არსებობს ჩემი აზრით. ანუ კიდევ ერთხელ ბიძინა ივანიშვილის თამაში, მის დღის წესრიგში თამაში გაგვაუქმა ადამიანებს ქუჩაში ცემა, დააიჭირა, ევროპული მომავალი მოკლა, საარჩევნო ადმინისტრაცია არ შეცვალა, სხვათა შორის იქაც შეიძლება მოხდეს რაჟდენის შემდეგ, გადაადგილებები არის ეგეთი ინფორმაცია, მაგრამ ადრეც იყო და შეიძლება არ გამართლეს, მაგრამ არის რომ ხა რაჟდენ კუპრაშვილს გაუშვებენო და რამოდენიმე თვეში ალბათ კალანდარიშვილს და მის ამსონებს, ვინც იქ არიან, იმიტომ რომ არ ჭირდებათ 5 დღის წინ გაუშვეს დასანქცირებული მინისტრის მოადგილე თუ იგი ნელ-ნელა იშორებენ ამ ვითომ სანქციები არ მუშაობს. დასანქცირებულ ხალხს იმ კალანდარიშვილი 4-5 ქვეყნის მიერ არის დასანქცირებული ვიზაბანი აქვს, ანუ შეზღუდვა და ვერ ჩავა ბევრ სახელმწიფოში და არც უშვებენ, გონი არც იწვევენ ევროპული სახელმწიფოები არჩევნებში დასაკვირებლად ან როგორც დელეგაციას. დაუბრუნდეთ საკითხს. რაც შეეხება, არა, მთავარი ნაწილი არის ის, რომ თავარი პრიორიტეტული პრობლემა რაც აქვს ქართულ ოცნებას, ეს არის მისი ლეგიტიმაცია. ეს ლეგიტიმაცია მიღწეული იქნა პირველ რიგში რუსთაველის როგორც თავისუფლების სკერის ინიციატივით. ძალიან მნიშვნელოვანია და არ უნდა დაგვავიწყდეს რომ რუსთაველზე პროტესტის უკიდურესი ფორმას მიმართეს ადამიანებმა, გედი ფოფხაძე, დარეჯან სვიტარი და სხვები არ მინდა გვარი გამოჩეს ვინმესან შემეშალოს, ეს ადამიანები შიმშილობას მიმართავენ და ეს არის უკიდურესი ფორმა პროტესტის. არ უნდა დაგვავიწყდეს პოლიტპატიმრები, რომლებიც არიან ციხეში და ელოდებიან პროტესტს და წინააღმდეგობას, ეს ადამიანები ციხეში საკუთარი ნებით კი არ წავიდნენ და კი არავის უხარია. ეს ადამიანები წავიდნენ იმიტომ რომ პირველ რიგში ქართულმა ოცნებამ ზურგი აქცია ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ეს ერთი და 28 ნოემბრის შემდეგ. და მეორე არ დაგვავიწყდეს ეს პოლიტპატიმრების ნაწილი, როცა თავისუფლებაზე იყო, ორ რამეს ითხოვდა. სამართლიან არჩევნებს და სხვა პოლიტპატიმრების განთავისუფლებას და ამის ღალატი არ გამოვა. ეს მეორე და თუ მესამე საკითხი უკვე და რაც შეეხება მეოთხე საკითხი. მეოთხე საკითხი არის მნიშვნელოვანი წინააღმდეგობაში სტრატეგიული ერთობა. დაიღალა ადამიანები რაღაც პლატფორმების მოგონებით, ყველა ერთი რაღაც ქოლგის. ანუ არ არის საჭირო საერთო პლატფორმა, ეს არის სტრატეგიული ერთიანობა. მათ შორის ინდივიდუალური პირები, აი ადამიანი, რომელსაც აქვს მისი აზრს ისმენს ათეულობით, ასეულობით თუ ათასობით ადამიანი. ისიც უნდა იყოს ამ წინააღმდეგობაში ჩართული, იმიტომ რომ ჩვენ თავხდებით ორ რაღაცას. გვავიწყდება ეს ცალ-ცალკე ისედაც არის. კოორდინაციას პლატფორმა არ ჭირდება. ჩვენ ვცდილობთ კოორდინაციას და შექმნილი გვაქვს მსგავსი, ასე ვთქვათ, საკოორდინაციო ფორმატი, ოღონდ ეს არის კოორდინაცია და რაღაც ერთი პარტიის ირგვლივ, ერთი პირის ირგვლივ, ან ერთი იდეის. იმიტომ რომ ჩვენ ჭირდება, ანუ ეს არ არის საარჩევნო რაღაც ერთობა, არამედ ჩვენ გვინდა იმ ორი მოთხოვნის შესრულება და ამ შესრულებისთვის ერთობა
ერთობა უნდა შედგეს. ოღონდ ეს ერთობა ხშირად ბევრს ეშლება და მე გართობაში გადასდის ხოლმე და შიდა კინკლაობაში. ამის დრო ახლა არ არის. ახლა ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ ბოლო კრიზისულ პერიოდს გავდივართ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის გზაზე, იმიტომ რომ ვიცით როგორ აქვს პრობლემა პოლიტიკურ პარტიებს, ფაქტურად გაჩერებულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ვიცით როგორ უჭირს მედიებს. შეიძლება ამას თქვენ თვითონ ღიად არ საუბრობთ, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, საზოგადოებამ ხო ვიცით, მედიაც ისეთივე დარტყმის ქვეშაა, როგორც პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. ანუ თავისუფლების სამი ძირითადი კერა. და როგორ უჭირს რუსთაველს, როცა ყოველდღე ძალადობენ რუსთაველზე ყოფი ადამიანებს, ძალადობა ესე ჯაჭვით რო პოლიცია დაყვება და არ უშვებს და შეურაცხყოფას აყენებს. ეხლა ეს თუ ვინმეს გონია რომ ძალადობა მარტო თავში ჩარტყმა ძალიან ცდება. ამიტომ ეს 4 თავისუფლების კერა უნდა იყოს შენარჩუნებული და უნდა იყოს კოორდინაციაში წინააღმდეგობის ნაწილში. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ეს შედგება, მე ამაში ვარ დარწმუნებული და ჩვენ აუცილებლად მივახცევთ შედეგს, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ისეთი მყარი და ძლიერი, როგორც მას უნდა წარმოაჩინოს. ერთადერთი ლეგიტიმაცია მას არ აქვს, მაგრამ ის ცდილობს რომ აჩვენოს ძალა. თუ დააკვირდებით, ერთი მისიანსი ჭერენ ვითომ მერე ოპოზიციას. ეს პროკურატურაში გენპროკურორი თუ რაც ქვია, რომ ჩაატარებს ბიზნეს წარმომადგენელი ბრიფინგს, ვიცით რომ ოპოზიციის ფლანგზე იჭერს ვიღაცა, სუსი რომ ჩაატარებს ბრიფინგს, ვიცით რომ საკუთარ ესე თქვა ჯალათებს და კორუმპირებულებს ბანდიტებს დაძდებს. ეს ამას რატომ აკეთებს ბიძინა ივანიშვილი? მას უნდა რომ ძალა აჭვეს. აი ძალა აქვს და კანონებს აღასრულებს. სინამდვილეში ეს არის მხოლოდ მოჩვენებით. მე ამაში ვარ ხმად დარწმუნებული და დარწმუნებული ვარ რომ პროგრესულ ეროვნულ ძალებს შორის კოორდინაციაც აუცილებლად შედგება. ოპტიმიზმი მიღმა ალბათ ნიშნებსაც ხედავთ ამ სტრატეგიული კოორდინაციის. დიდი მადლობა.